მოგესალმებით მეგობრებო, დღეს დაგიბრუნდით ვიდეო მიმოხილვით და დღეს გვექნება ესეთი ყურსასმენის KZ ZS10 Pro 2. ეს არის პლანარული ყურსასმენები, ეს კი მისი DAC კაბელი, რომელიც პირდაპირ ერთდება ლეპტოპზე. DAC იმისთვის რომ მივიღოთ სრულყოფილი აუდიო, იმდენად იაფად იყო ეს ოფიციალურ მაღაზიაზე ვიყიდეთ ჩინეთში, რომ 30 თუ 31 ლარად იყო ქართულ ფულზე ფასტაკლებაში ჰქონდათ ეს მოდელები. ეს მოდელი არის შარშან წინდელი, პრინციპში 2024 წლის არის და შედარებით ახალი მოდელია. ამას აქებდნენ გეიმერები განსაკუთრებით და აქებდნენ ზოგადად ისეთი ადამიანები, ბიუჯეტურებში, მიმოხილვებში რომ უყურებდი ერთ-ერთ საუკეთესო შეფასება ქონდა ხო და გადავწყვეტე რომ თქონა მეყიდა ასეთ ფასად და შესაბამისად გამეტესტა რეალური საბაზრო ღირებულება მისი არის 130 თუ 140 ლარი ესე დაახლოებით რაც უნდა ღირდეს ბიუჯეტური კლასია ეს არ არის პრემიუმ ხაზის კლასი მაგრამ მაინტერესებს რა არის ესეთი ყურსასმენები ალბათ თვალში ამოგვხედრიათ მუსიკოსებთან ძირითად შემთხვევაში ეხლა ერთად ვნახოთ გავხსნათ რა არის შიგნით რეალურად როგორი არის. ხო, ეს სტანდარტული კაბელი ამას მოყვება რა თქმა უნდა, მაგრამ DAC-ის ვერსია სულ სხვა არის. იმიტომ რომ როდესაც DAC ვერსია გაქვს, ცალკე მოწყობილობა რო აღარ მეყიდა, პირდაპირ ამ კაბელშია ჩამონტაჟებული DAC-ი და შესაბამისად ეგ მომცემს იმას, რომ უკვე USB-C პორტიდან მივიღო უდანაკარგო ხმა. ნახოთ, გავხსნათ, ჯერ ვნახოთ ვიზუალურად როგორ გამოიყურება და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ მიმოხილვა რა და გავტესტოთ რა თქმა უნდა კიდევაც. შეფუთვა ვნახოთ როგორია. აი ესე გამოიყურება აი ეს ჩვენი DAC კაბელი. აი აქ არის ჩიპი. ნუ კაბელი ესე გამოიყურება. ეხლა ვნახოთ ყურსასმენები როგორ გამოიყურება. ნახეთ როგორ შეფუთვა. ვერ ჩატყობ რომ ეს არის ბიუჯეტური ბრენდი. ნახეთ რა კარგად არის. ბევრ ცნობილ ბრენდს შეშურდება. ეს იხსნება ესე. ეს არის ალბათ თავისი კაბელი. ხო, აი ეს აქტივს კაბელი. ამ კაბელთაც გავტესტოთ DAC-ითაც. აქ არის შემცვლელი, ანუ რეზინები, ზომებით რომელზე მომგერგება. ეს კი თავად მეგობრებო, აი ესე გამოიყურება ჩვენი ყურსასმენი. აქ სავარაუდოდ ბედიუმია გაკეთებული, აი ეს. ნუ ამას მოვირგებთ და მე მაგის მიხედვით გადავწყვეტ რა გამოვიყენოთ. ძალიან კარგად გამოიყურება, მინდა ეს გითხრათ. დაგიმალოთ, ძალიან სუბუქია. რაც ყველაზე ძალიან მომწონს სუბუქი არის. ხარისხი აწყობის გადასარევია, არაწერია მარჯვენა მარცხენა, ეტყობა დიდი მნიშვნელობა მაგას არა აქვს, მარჯვენა რომელია, მარცხენა რომელია. ეს არის ახალი თაობის ჰიბრიდული ყურსასმენი. ნაირიც თქვენდეთ რომ ძალიან ბევრი აქებდა თქო, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, რომ მიმოხილვებიც საკმაოდ კარგი ქონდა და შეფასებები და ძალიან გამიკვირდა და ჩავარდა იაფად და თქო უნდა მე ეს შანსი არ გავუშვი და გამომეყენე. ეს არის ხო სვიჩერები, სვიჩის ინსტრუქცია რა ნიშნავს და როგორ მუშაობს. დანარჩენი ყუთში არის ასევე ეგრეთ წოდებული ჩხირი. და ამ ჩხირის მეშვეობით ხდება მის ჩართვა და გამორთვა. მშვენიალური ეს საჭირო ატრიბუტია და ხო, მისი კაბელი ორიგინალი. ესეც ვნახოთ. ყუთი გადავდოთ იქით, აღარაფერს აღარ გვჭირდება. ეს კი მისი კაბელი. ეს პირდაპირ 3.5 მმ-იანი ჯეკია. ის რაც მე გაჩვენეთ, ეს არის უკვე USB-C-დან. აი ნახეთ, ეს არის USB-C პორტი. მოდი ხა ავაწყოთ ეს ჩვენი ყურსასმენები. მოვირგოთ ზომები. და გავტესტოთ. ვნახოთ ეს პლანარული ყურსასმენები რას წარმოადგენს სინამდვილეში. არის ეგეთი მაგარი, როგორც ამბობენ. თუ უბრალოდ ეს არის მარკეტინგული აფერი. აი ესე გამოიყურება მეგობრებო ყურებში. აი ესეა ყურებზე. ზემოდან თვითონ ეს რეზინები რაც უკეთია. მაინდა-მაინც რო გითხრათ რომ ხა მაღალი ხარისხის მატერიალია თქო მოგატყუებთ. არ არის მარტო მაღალი ხარისხის მატერიალებით დამზადებული. ავტესტოთ ჯერ სტანდარტული ჯეკი და მერე უკვე გადავიტან DAC-ზე და მაინტერესებს იქიდან რა შედეგს მოგცემს. მოდი ჯერ გამოვიყენებ სტუდიური ხარისხის სიმღერებს და მერე გამოვიყენებ აუცილებლად მუსიკალური სტრიმინგის სტანდარტული AAC-ის. მოდი ეს ქავერი იყოს. უნდა აღვნიშნო ის რომ ხმა 30-იც ძალიან მაღალია და ვნახოთ აბა. ჯერჯერობით რაც ისმის კარგად ისმის. საქსაფონის ინსტრუმენტალის სუფთავე ძალიან ცუდი. პირდაპირ გეტყვით, რაც დაიწყო. საშინად ცუდი არის. ფაქტობრივად ბითი საერთოდ არის მის, ანუ
ბასი არა აქვს, ვოკალი სუფთაა, მაგრამ არ ვიცი. ძალიან ცუდი ისა აქვს ჟღერადობა აქვს 3.5 ჯეკიდან. მაშ 130 ლარი კი არა, არ ვიცი 13 ლარს და 34 ლარად ვარ ყოფილიყო. არც რა თქმა უნდა გავბედავდი. საშინელება გიტარის ინსტრუმენტალიც გავიგოთ. საქსოფონი გაუჭირდა. არა უშავს გიტარის ვოკმას. ქორწილში რო აპარატურა ახონდა ქორწილებში და როს რაღაც ესეთ საშინელი ხმა. ანუ არც ვაპირებ ამის გაგრძელებას 3.5 ჯეკზე ეს ყურსასმენი უბრალოდ არის საშინელი. არც შეიძლება გეიმინგში, კარგი გეიმინგზეც გავტესტოთ, მოდი მაინტერესებს ერთი რა გვექნება 3.5 ჯეკზე. მოდი გადავდეთ გეიმინგზე. უბრალოდ იმდენად ბევრი აქებდა რომ აი ხო არის რაღაცა, რომ მაინტერესებდა რა იყო ეს ბრენდი KZ რა. ეგრევე იგრძნობა მეგობრებო გეიმინგზე რომ კარგი ხარისხი აქვს ძალიან. გეიმინგის ნამდვილად არის. მიუხედავად იმისა რომ hi-fi აწერია, hi-fi-სთან ახლოც არ არის. აშკარად გეიმინგის ყურსასმენია. საერთოდ ჩემი Logitech-ი გადავა შემნახურ სალაროში. კაი, ახლა ამის დამთავრებას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა. არ მოტყუდეთ მეგობრებო. არ მოგატყონ არც ერთმა იუთუბერმა თუ სხვა ვიღაცამ. არ გადაიხადოთ ამაში ფული, როგორც მუსიკის მოსასმენში, მაგრამ მოდი მაინც ახლა სტრიმინგზე ვნახოთ რა. ნახოთ აბა. ლიმაქსური ხმა აქვს. რას ლაპარაკობთ ხალხო? ეს 34 ლარიც არ ვნახებდეს. კაი, სტანდარტული ჯეკი მოხსნათ ახლა და გადავიდეთ. დაკზე. ნახოთ. კიდე კაი ეს კაბელი რაღაცას უყიდე, მაგრამ იქნება ცოტა ამან გააუმჯობესოს. და ეს მე რაც ვიყიდე 34 ლარად ჩინეთში. ღირს 78, 68 და $60-ზე ზევით Amazon-ზე. და გადაიხდი $60, როცა $60-ში Airfan-ები შეგიძლია იყიდოს საერთოდ, უკაბელო ყურსასმენებია და ბევრად მაღალი ხარისხი, ვიდრე აი ამას. დავხსნათ ახლა ეს და გავაგრძელოთ. მუსიკა ამის საქმე არ არის. ესე გეიმერები კი აქებდნენ. ეხლა ხვდები რატოც აქებდნენ. გეიმინგისთვის ამ ფასში რას ლაპარაკობ. ეს იდეალური ფასი გეიმინგისთვის 35 ლარში ეგეთ ყურსასმენს ვერ იშოვი. დაკზე შევაერთეთ. ნახოთ აბა ეხლა. აქედან თუ მოგვეცემა უკეთესი ხმა. იმას ჯობია, მაგრამ რა გითხრათ, რით გაგახაროთ. არც დაკიშველის რამეს და არც კოდაკი. ეს არის კატასტროფა მუსიკისთვის, თორე გეიმინგისთვის ძალიან კარგია და გამოვიყენებ კიდევაც გეიმინგისთვის. ამ სვიჩებში ხო არ არის პრობლემა. რაღაცა სხვა რამე უნდა ვცადო მეგობრებო. მოდი აბა დავაგენერირებინებ AI-ს. იქნება ამან რამე უშველოს და მაგის მიხედვით ვცადოთ. მეტი არა ჩემტერი, მაგრამ მაინც AI-ს გავასწორებინეთ პარამეტრი მეგობრებო და პირველი და მეორე ჩართეო და პირველი ჩავრთე და მეორეც ჩავრთე. ნახოთ, რას მოგცემს ეს. მეტი არა ჩემტერი ამან გააუმჯობესოს. ცოტა უშველი AI-ის პარამეტრება, მაგრამ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. კატასტროფაა. კატასტროფა. მოკლედ ეს ყურსასმენი არ არის მუსიკისთვის, არ მოგატყუოთ არავინ, არანაირად hi-fi და რაც არ უნდა მიაწერონ. პირდაპირ ვეტყვი ამას, ეს არის კატასტროფული ხმა, რაც კი უძესვე მომისმენია. ასეთ ცუდი ყურსასმენი MPO-ც არისო H12 ვერსია, რომელიც მქონდა კატასტროფა. თუმცა გეიმინგში ძალიან კაი. თამაშობთ და რაღაც ამ შემთხვევაში ძალიან კაი შეღავათი არის. მამფასად რას ლაპარაკობ, ასეთი გეიმინგ ყურსასმენს ვერ იყიდი ბაზარზე. Amazon-ზე ეს ყურსასმენი, აი ეს მოდელი $68 ღირს. არ შეცდეთ, არ გადაიხადოთ ფული ვიღაც რაღაც ნათქვამზე. ეს არ არის კიდე გეუბნებით არც hi-fi, hi-fi, მის მიაწერა ამას და თვითონ ქარხტულად რა წერა, hi-fi მოსმენელი არ აქვს. აი ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. საერთოდ არ იციან hi-fi რა არის. პლანარული, იყიდეთ FIO და სხვა კარგი ბრენდი, KZ, კონკრეტულად ეს მოდელი და არა მხოლოდ ეს მოდელი, საერთოდ KZ-ს არ გაეკაროთ, პირდაპირ გეუბნებით. KZ, კი ბატონო, გეიმინგში ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ, მაგრამ ეს არ არის მუსიკისთვის შექმნილი. იყიდეთ სხვა ყურსასმენები. ამას მირჩევნია ტოზოს $40-იანი უკაბელო ყურსასმენი T6, მეც ბევრად უკეთეს ხმას მაძლევს და ბაზს ვიდრე ეს. უკაბელოზე მაქვს ლაპარაკი ვიდრე ეს დაკ კაბელით შეერთებული. პარადოქსია თუ რაც არის, არ ვიცი, მაგრამ ეგ არის, ვიყიდე ოფიციალური მაღაზიიდან, კიდე ერთხელ ვამბობ KZ-ს და არის სრული ნაგავი მუსიკისთვის, მაგრამ გეიმინგში ძალიან კარგად გამოვიყენებ, აი ეს ჯაბახანა რაღაცას მოვიშორებ და ეს შვიდად მექნება. ამიტომ ჯერჯერობით გაუმარჯოს Sony-ს ფანტასტიკურ ყურსასმენებს და ბაზარზე მართლა ლიდერია. თავი დაანებეთ ამ იაფასიანი პროდუქტების ყიდვას. ეხლა ვისაც საშუალება არ აქვს, შეიძლება იმისთვის გენიალური ხმაც იყოს, მაგრამ ნუ მე როცა კარგ აუდიოს უსმენ, იმის მერე ამას ვერ მოусმენ, ვაპატიეთ.
და კარგი აუდიო თუ გინდათ და ზოგადად კარგი გამოსახულება რაღაც ფული არ უნდა დაზოგოთ რა. როგორც ჯანმრთელობას არ უყარს ფულის დაზოგვა, განათლებას ისე არ უყარს ტექნიკას. გასხოთ შორის მუსიკის მოსმენის დროს ძალიან ბევრს ეშლება ეს, როდესაც ცუდი ხარისხის აპარატურით უსმენთ, თქვენი მენადობა ზიანდება. იგივე ლეპტოპთან მიმართებაში ყიდულობენ იაფასიანებს, მე ის ეკრანი თვალებს უთხრის, მე დარბიან თვალის ექიმთან და ასე შემდეგ. გიჟები კი არა ვართ, რომ ვიხდით რაღაც ტექნიკაში ფულს. ეს სიგიჟი არ არის და არც ნუბიზმი არ არის. ეს არის ის სფეროთაგანი, სადაც აუცილებლად უნდა გადაიხადო. შენი ჯანმრთელობისთვის და სიამოვნებისთვის. იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ ეს ვიდეო და შემდგომ თავიდან აიცილებთ ნაგავში ფულის გადახდას, რასაც Keizis ბრენდი ქვია. Fios ბრენდი, რომელიც არის ჩინური, იწყება $70-75-დან eBay-ზეც იყიდით, F11 თუ არ ვწდები მოდელი თუ არ მეშლება. იყიდეთ ის. ეს არის კლიმაქსი. და დანარჩენი Fios ქვემოთ ჩინურებს არ გაეკაროთ. ჯერჯერობით Fio ჩინურებში ნომერი პირველია ასეთი ტიპის ყურსასმენებში. დანარჩენი რა გითხეთ არის სხვადასხვა ბრენდები და რა თქმა უნდა მათ აქვთ საუკეთესო შედეგები. თუმცა Keizi არის ნაგავი. გეიმინგის გარდა, მუსიკაში ნაგავი, გეიმინგში ნორმალური.